Heinrich. ალბათ გიფიქრიათ, როგორი იყო ადამიანების ყოფა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ელექტროენერგია, ტექნოლოგიები, ინტერნეტი. როგორია იცხოვრო ბუნებასთან პირისპირ. რა მოხდება თუ კი რამდენიმე დღით მაინც დაუბრუნდებით პირვანდელ ყოფას. ინდოეთში მოგზაურობისას ჰიმალაის მთებში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ადამიანებს, რომლებიც ველურ ბუნებაში, სისტემის მიღმა ცხოვრობენ. მათთან ყოფნა იმდენად შთამბეჭდა ავიღო, ვიშიშვლე კამერა და ვეცადი აღმებეჭდა იქ გატარებული ერთი დღე. ღია ცეცხლზე საჭმლის მოსამზადებლად ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს სპეციალური მიერ. რადგან სწორედ ასე აკონტროლება ამის ინტენსივობას. თუ კი ცდილობ რომ პირით შეუბერო, მაღალი შანსია რომ ბევრი ნახშირორჟანგი შეისუნთქო და თავი მოიწამდო. მე ვფიქრობ, რომ ცეცხლზე თუ მოამზადებ საკვებს, უფრო დიდხანს იცოცხლებ, ვიდრე გაზზე მომზადებისას. ეს ადგილობრივი რძია. აქვე ყოფს ნეპალური ოჯახი, რომელიც ჩვენგან 10 მეტრში ცხოვრობს. მათ ყავთ 5 ძროხა. ინდოეთი ყველა სასწაულის ნამდვილი რძის ღირებულებას. ჩვენ თითქოს ცივილიზებული სამყაროდან ვართ, სადაც რძეს ფხვნილის სახით ვიღებთ პაკეტებიდან. და მე მგონია რომ ის არ გვერგება. ხალხი ფიქრობს რომ აქვს ლაქტოზის აუტანლობა და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ადგილობრივ ჯიშებთან კონტაქტობ, ისეთ ძროხებთან, რომლებიც ჯანსაღ გარემოში ცხოვრობენ და ჯანსაღ ბალახს მიირთმევენ, საბოლოოდ იღებ ცილების და ენერგიის წყაროს შენი სხეულისთვის. აიურვედის მედიცინაში ამას ეწოდება ვაჩ. ინგლისურად ეძახიან sweet plague. ეს ძალიან მშვენიერი ფხვნილია, ამას იყნოსავენ და თამბაქოს შემცვლელია. cinnamon smell coming from there. The foundation of this მოძრაობის საფუძველი იყო ის, რომ მიხვდით, რომ მნიშვნელობა არ აქვს. რამდენად ძლიერადაც არ უნდა ეცადო, არაფერი გამოგივა. თქვენ იგი ფიქრობს, რომ დიადის სტრატეგია უამრავი გეგმა აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. შიდა ხმა ყოველთვის ამბობდა, რომ თუ წახვალ ამ მხარეს დაიკარგები. თუმცა არის ასევე უცნობი გზა. შეგიძლია სცადო, მაგრამ მიიღებ მხოლოდ იმას, რაც გჭირდება, მეც ვერა და ვერც მყისიერად. მხოლოდ იმ მომენტში, რაც საჭირო იქნება შენთვის, მხოლოდ ის გექნება. ხალხი ეძებს ცოდნას, იოგას საიდუმლოს, ტანტრას. იოგას სხვა არაფერია თუ არა კავშირი. კავშირი ამ ყველაფერთან. როცა აქ მოვედი 6 წლის წინ, ჩემი მიზანი იყო ყველაფერი ისე მომეწყო, რომ როდესაც დავიძინებდი, სისტემას მაინც ემუშავა. უბრალოდ უნდა იყოს სწორ ადგილას. აკეთო სწორი რამ, პატივისცე ბუნების ელემენტებს. მოაწესრიგო ყველაფერი ისე, რომ ენერგიის ნაკადი შენსკენ წამოვიდეს.
ჯერა რომ ადამიანი არის ისეთი გონიერი არსება, რომ ყველაფრის მატერიალიზაცია შეუძლია. არაფრისგან რაღაცის შექმნა. უბრალოდ იმიტომ რომ ასე სურს, ხედავს და იცის როგორ მოიქცეს. მე მჯერა რომ ჩემი მისია იყო ამ საკუთარი გულწრფელი განზრახვის შესრულება, მოროდებასთან კომპრომისის გარეშე. უბრალოდ საკუთარ თავთან მართალი რომ ყოფილიყავ. თუ არ მინდა რაღაცის გაკეთება, უბრალოდ ფულის გამო ვერ გავაკეთებ. ინდოეთში ტანტრული ცოდნის კვლევის დროს აღმოვაჩინე, რომ აქ ზოგჯერ შავმაგიას აკეთებენ. ამისთვის სჭირდებათ უბრალოდ ქაღალდი, მელანი და რამდენიმე რიცხვის დაწერა. დოლარზე ბევრმა ადამიანმა გააკეთა კვლევა, იქ არის სხვადასხვა სიმბოლოები. ხალხი უბრალოდ ბეჭდვით ავრცელებს ცუდ მესიჯებს. თუმცა ხალხს აქვს ფულის გამოშფოთვა, ჩვენ არ ვართ, ვინც უნდა ვიყოთ. მე მჯერა რომ დიდი შინაგანი რევოლუცია მოდის თითოეულ ჩვენთაგანში. ჩვენაც შეგვიძლია. ადრე გვქონდა გაცვლითი სისტემა. ვიყავით ერთნი. ეს არ არის უცხო ჩვენი რასისთვის. ამიტომ ვფიქრობ ძალიან ადვილია დავიყოთ სხვადასხვა ინტერესების საზოგადოებად, კომუნებად, ისე რომ შევინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი, მაგრამ თან გქონდეს ერთნაირი ესთეტიკური ღირებულებები. ეს თავისუფალი დედამიწა. ყველას ნებადართული აქვს აკეთოს, რაც უნდა. თუ ეს შესაბამისობაშია მის შინაგან ხმასთან, შინაგან სულთან, მნიშვნელოვანია იყო მართალი. It is important to be true. Thank you so much. არ ვიცი ხა ამაზე გემრიელი რა შეიძლება დალიოს ადამიანმა. ელით დაფქვილი ყავის მარცვლები ინდოეთიდან და დამბილი ძროხის რძე იმავაის მთებში გაზრდილ ბალახზე ჩამოწვეული რძე. ცოტა ცხელია, შეგრილდება და გიახლებით. ვინ ვართ ჩვენ? Yeah, we are humans ჩვენ ვართ ადამიანები from the პლანეტა დედამიწიდან. მე ოდესიდან ვარ. უკრაინიდან, შავი ზღვისპირეთიდან. ჩემი სახელია ოლენა. I am from მე თეთრი უდაბნოდან ვარ. My name is ჩემი სახელია ვიშვეშ. და სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. რატომ აუჩიეთ ეს ცხოვრების სტილი? რადგან სხვა არჩევანი არ იყო. მივედით იმ წერტილამდე, სადაც ვერ ვიპოვეთ ისეთი რამ, რაც გაგვართობდა, ან დააკმაყოფილებდა ჩვენს შინაგან ესთეტიკურ წყურვილს. უცბად აღმოვაჩინეთ, რომ ეს სამყარო ვიზუალურად უფრო და უფრო მახინჯდებოდა. და გვსურდა გვეპოვა გამოსავალი. გაგვეგო ცხოვრების ალტერნატიული გზა, სადაც არ ვავნებთ ბუნების ელემენტებს. არ გავავრცელებთ სიმახინჯეს ჩვენი მოქმედებებით, ჩვენი არჩევანით გადაწყვეტილებებით და გვექნება ჰარმონიული ურთიერთობა გარესამყაროსთან. ასე რომ ეს იყო რაღაც აუცილებლობა. სულელობა მხოლოდ ერთი მიმართულებით, უკან დაბრუნების გარეშე. ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის ხვდებოდით, რომ არ იქნებოდა გაქცევის შანსი. უბრალოდ უნდა გვევლო რაღაც ამოუცნობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველ დღე. რათა გვეგრძნო ნამდვილი ბედნიერება. რადგან ყველაფერი რაც გვინდა არის ის, რომ უბრალოდ ვიყოთ ბედნიერები. ცხოვრების სხვადასხვა სცენარის დანახვისას გავიგეთ, რომ ეს ინდუსტრია იყო ძალიან ძლიერი. ხალხი, ვინც მას მართავს და ვინც ამის ნაწილია, ვინც მანდ მუშაობს. და ჩვენს გვჭირდებოდა სამუშაო. ასე ამოვყავით თავი ხაფანგში. ჩვენი ცხოვრების ნახევარი, რომელიც ყველაზე ლამაზია, ახალგაზრდობა. როდესაც ყველაფერს იოლად ითვისებდა სწავლობ, თითქოს დაუკარგეთ. ამ ინდუსტრიაში გავიხლართით, ისევე როგორც ყველა. მაგრამ როცა ერთმანეთს შევხვდით და გავუგეთ, მიხვდით, რომ გვჭირდებოდა ცვლილება. რომ გვევრძნო ნამდვილი ცოცხალი ვიბრაცია.
პირველი რაც მოვიდა დავდეთ პირობა, რომ გავთავისუფლებულიყავით ყველა ინდუსტრიული ნივთისგან. ეს იოლი. შემდეგ წამოვიდა სხვადასხვა ფენები, რომ გავგველო მთელი მასობრივი წარმოების ევოლუცია. ეს იყო პირველი პირობა. თუმცა ცხადია, როცა ცხოვრობ ამ სამყაროში, ჭირდება იყო აღჭურვილი რაღაც ცოდნა. ტექნოლოგიები ვითარდება. ჩვენ ეს ფანჯერაც ღია დავტოვეთ, ბოლომდე არ დაგვიხურია. მაგრამ მთავარი საფუძველი დაფუძნებულია ბუნებაზე, დაფუძნებულია ტყეზე, რომ იგრძნო რეზონანსი და გაიგო, რომ არ არის იერარქია. ასე რომ მთავარი საფუძველი, რასაც ვაკეთებთ, არის შევქმნათ რაღაც ხილული, რომ ყველაფერი თანასწორია. ადამიანი არ არის ევოლუციური ჯაჭვის ბოლო ნაწილი. 18 წლის ვიყავი, როცა პირველად გავატარე ღამე ტყეში, უკრაინის მთებში, კარპატებში. 2 ღამე უცნობ ხალხთან ერთად. ეს იყო დიადის შესვლა ბუნების განზომილებაში. როცა პირველი ბალახის ჩაი დაავლია, თითქოს ის ბალახები გააქტიურდნენ და მას მერე მათ არასდროს შეუწყვეტიათ ჩემთან საუბარი. ყოველთვის ვეძებდი მცენარეებს. თავიდან მხოლოდ ჩაის დასაყენებლად ვიცოდი. შემდეგ აღმოვაჩინე ზოგი შესასუნთქი მცენარე, ზოგი ყვამლის დასაყენებელი, ზოგი სამკურნალო. ეს მცენარეები უბრალოდ მეუბნებოდნენ რა უნდა გამეკეთებინა. მაშინ ოდესაში ვცხოვრობდი. შემდეგ წავედი მსოფლიოს გარშემო, რომ მენახა რა ხდებოდა. რადგან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ოდესაში იყო ცუდი სიტუაცია. ვიყავი სამხრეთ ამერიკაში, ევროპაშიც ვიცხოვრე გარკვეული დროით. ყველგან ცოდნას ვაგროვებდი. მაგრამ ყველგან სადაც მიდიხარ, დარჩენისთვის ფულია საჭირო. ვერ პოულობდი ადგილს. ძნელია იპოვო ერთი ნაჭერი თავისუფალი მიწა მაინც, სადაც უბრალოდ იცხოვრებ და იქნები ის, ვინც ხარ. მე ვფიქრობ, ინდოეთში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის კონცეფცია აჰიმსა, რაც არაძალადობას ნიშნავს. მე ვსწავლობდი არქიტექტურას. ბოლო კურსზე მივატოვე სწავლა. იმ დროს ჰიმალაებში ვიყავ. ამიტომ შემეძლო ძალიან სწრაფად მიმაო გადაწყვეტილი. ვიცოდი რაც მინდოდა. მერე წავედი ოროვილში, ეგრეთ წოდებულ utopიურ ქალაქში. იქ ხალხი თავისუფალი, რაღაცას აკეთებენ, სწავლობენ. ძალიან მშვენიერი საფუძველი მოგზაურობისაცაც. მადლიერი ვიყავი იქ ყოფნისთვის. ეს ამათ ღირდა. მინდოდა მეპოვო კომუნა, ოჯახი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაძლიერდა. მინდოდა კიდევ უფრო მეტი მენახა. ასე რომ ჩვენ ვითარდებოდით ყოველდღე. ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ფუნდამენტი. და გვეპოვა რაღაც ახალი, საგანძური. მერე ვაგრძელებდით პოვნას, ვაგრძელებდით განვითარებას, ვაგრძელებდით გაფართოებას და ერთმანეთის განყოფილებას. ეს არ იყო რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ უბრალოდ მივყვებოდით ენერგიის ნაკადს, რომელიც თითქოს არ გვიტოვებდა სხვა არჩევანს. მე ბავშვობიდან მე ამბოხე ვიყავი. ჩემო მშობლებმა იცოდნენ, რომ შემეძლო ნებისმიერ დროს დავგარგულიყავ. ისინი მზად იყვნენ ამისთვის. ხალხი მეკითხება ხომ არ ნანობ რამეს ან გემეტრება წინა ცხოვრებიდან. მაგრამ მე უბრალოდ იმ ჯოჯოხეთიდან გავაბობ. ბავშვობიდან მიყვარდა მუზეუმები და ანტიკვარიატი. შემეძლო საათობით ყოფილიყავი ანტიკურ ნივთებთან. ძალიან მაკვირდებოდა. ძალიან მაკვირვებდა ძველი ეგვიპტე და ყველა ნანგრევი.
რაც წინა ცივილიზაციიდან იყო დარჩენილი. ჩვენ გვინდოდა აგვაშენებინა ლამაზი კარიბჭე ადამიანებისთვის ამ სამყაროში, რათა ეს მათთვის ხილული ყოფილიყო და დაეწყოთ თავიანთი მოგზაურობა. საზოგადოებასთან ურთიერთობა თავისთავად შედმეტი წნეხია. იმის გამო რომ განსხვავებულად გამოიყურება. თუ განზრახვას უხთ არ არის, ძნელია ამის გაძლება. მაგრამ ასეთი სოციალური რეაქცია ჩვენზე ამტკიცებდა, რომ რაღაცა სწორად ვაკეთებდით. მათ ასევე გვასწავლეს, როგორ გვეპასუხა კითხვებზე, როგორ ყოფილიყავით უფრო მომთმენი, როგორ არ გაუბრაზებულიყავით არავისზე. ხო, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანები გეკითხებიან მხოლოდ იმისთვის, რომ გაგაღიზიანო და შენგან ენერგია წაიღო. ასე რომ ჩვენ ვცდილობდით ამ ყველაფრისგან გათავისუფლებას. რომ გაგვეგო, რაც არ უნდა მოხდეს, ისიც შენ ხარ. არ არსებობს უსამართლობა. რაც არ უნდა გაჭირვება ან ცუდი სიტუაცია მოხდეს, ეს უბრალოდ შენი წინაქმედების შედეგია. ეს მაღალმთიანი რაიონის ნიორია. ტყის მარგალიტივით გამოიყურება. მას ასევე აიურვედულ ან ქაშმერულ ნიორსაც უწოდებენ. გარკვეულ სიმაღლეზე იზრდება. ძალიან ძნელია მისი კულტივაცია. ამიტომ უმეტესად წყემსები და ბალახის შემგროვებლები პოულობენ. ჩვენ ჩვეულებრივი ნივრის შემცვლელად ვიყენებთ. გაცილებით ნაკლები მჟავიანობა აქვს და ძალიან რბილია. ჩვენ ყოველთვის სტუმრებთან ვართ, ადამიანებთან, ცხოველებთანაც. ვიტყოდი, რომ ჩვენი დროის 20%-ს ადამიანებს უთმობთ. გარეთაც გავდივართ მათ შესახვედრად. ხანდახან აქ მოდიან, უხსნით, ვაჩვენებთ აქაურობას როგორც მუზეუმს. ეს ძალიან ლამაზია და მოგწონს. ასევე ვზრუნავთ 200-მდე ვაშლის ხეზე. სხვა მხრივ ყოველდღიური რუტინა ძალიან მარტივად იწყება. უფრთხილდებით სისუფთავეს და წესრიგს. ოლენას შეიძლება 500-ზე მეტი ინგრედიენტი გქონდეს სამზარეულოში. ამიტომ უნდა იყო ძალიან შეთანხმებული შენს ნივთებთან. შეიძლება 2000-ზე მეტი უნიკალური ნივთიც კი გვაქვს, რომლის ანალოგსაც უბრალოდ ვერ იპოვებთ. ესენი ყველა ერთგვარად ნელ-ნელა შეგროვდა. აქაურობას ტაძარს ვუწოდებთ. ჩვენ პატივს ვცემთ ელემენტებს, ვემსახურებით ბუნებას, ვაფასებთ ყველაფერს, რაც მიწასა და კოსმოსს შორისაა. ასე რომ ეს ერთგვარი მსახურებაა სივრცისა. ეს ძალიან განსხვავებული რამეა. ჩვენ გვინდა ჩვენი შვილისთვის შევქმნათ ისეთი პლატფორმა, რომ მას არ აწუხებდეს ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა. ხანდახან კომპრომისებზეც მივდივართ, ზოგჯერ გარეთაც ვჭამთ. როცა სოფელში ჩავდივართ, არ გვიყვარს ელექტროენერგია, არ გვიხარია მისი დანახვა. მაგრამ ეს ყველაფერი კომპრომისის ფაზებია. ჯერ მხოლოდ 1%-ია, რასაც ვაკეთებთ. 99% თითქოს წინ გველოდება. დიდ კომუნასთან და ცხოველებთან ერთად. ჩვენ ბავშვს არანაირი შეფუთული ტკბილეული არ გაუსინჯავს. შოკოლადი ზოგადად არ არის ცუდი, მაგრამ სავალალოა შოკოლადის რაოდენობა. თან ეს ყველაფერი ძალიან იაფია, რაც თაროებზე აწყვია. ძვირიანი შოკოლადებიც არის, მაგრამ სოფლიოს ნახევარი მას ვერასოდეს ვერ გასინჯებს. შედეგად ოლენამ დაიწყო შემდეგ შოკოლადის მომზადება. ეს სახლის შოკოლადი. კაკაოს კარაქით, ჯაგერით და ნუგზით, შემწვარი ნუგზებით. There's some homemade chocolate. One more garden.
is finishing the harvest. მშობლობა უბრალოდ სასწაული გახდა. არ დაუშვით შეცდომა. არ გადაუჭერით ჭიპლად. მივეცით უფლება, რომ პლაცენტა მასთან ყოფილიყო იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ორივეს დასჭირდებოდა. არ ვიცით რამდენი კილოგრამი დაიბადა. არ ვიცით რომელ თვეში დაიბადა. ცხოველები ძალიან დიდი შთაგონება იყო ჩვენთვის. იმიტომ რომ ვიცოდით, რომ არავინ წაიყვანს ძაღლს სამშობიაროში. ეს ისე ბუნებრივად ხდება. ისინი ძალიან სწრაფად გაიზრდებიან. უბრალოდ გამიმართლა. შევხვდი მექსიკელ ქალს, რომელიც სახლში ამშობიარებდა. ის უკვე 70 წელზე მეტი ასაკის იყო. ის უკვე 70 წელზე მეტის იყო. და უბრალოდ მითხრა, რომ მნიშვნელოვანია შევინახო პლაცენტა. მე ის ჯერ კიდევ მაქვს და ვაპირებ შევინახო სამუდამოდ. პლაცენტის ნაჭერს იყენებ წამლად, თუ დედას ან ბავშვს რაიმე დაემართა. სამჯერ ჩემს ცხოვრებაში ვიფიქრე, რომ ვეღარ ავდგებოდი. თითქოს ყველაფერი დასრულდა. ჩემი სხეული დამტრეული იყო. მთელი კანი დავკარგე. ეს ძალიან ინტენსიური იყო. მშობიარობა დედისთვისაც ხელახალი დაბადება. პლაცენტა ძალიან დამეხმარა. ამიტომ ვიცოდი, რომ ამ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას ვიღებდი. ეს ადგილობრივი სამკურნალო მცენარეა, რომელსაც ჯერი ბუტი ეწოდება. ჯერი ბუტი ნიშნავს წმინდა მცენარეს. ეს ორი ფესვი აიურვედული მედიცინის საფუძველია. ძლიერი იმუნოსტიმულატორი. და სისხლის გამწმენდად ითვლება. ჩვენ ყოველდღე მივირთმევთ მას. ყოველ დილით ვსვავთ ამ მწარე სასმელს და დღე ასე იწყება. ფარმაცევტული კომპანიები ამ მცენარეებს ადგილობრივი ხალხისგან ძალიან იაფად ყიდულობენ და დიდი რაოდენობით ამუშავებენ და შემდეგ აფთიაქებში ყიდიან. ზრდას დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე იწყებს. თანამშრომლობთ მწყებსებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და მათგან ვცდილობთ დავაგროვოთ ეს მცენარეები. ზოგიერთს კი ტყიდან თავად ვაგროვებთ, ჩაისთვის, სუნელებისთვის ან საკვებისთვის. როცა კარგავ საკუთარი თავის კონტროლის წერტილს, შენში მხოლოდ გონების ხმა ისმის და ბუნების ხმას ვეღარ იგებ. იმიტომ რომ მცენარეები არ ხმაურობენ, ისინი ჩურჩულებენ. ადამიანები უბრალოდ სიხშირის დეკოდერები ვართ. ალგორითმების შიფრავები. ეს ალგორითმები ყოველ მილიმეტრ მიწაზეა დაშიფრული. გარშემო რასაც ვხედავ, ჩემთვის არაფერია ამის შემცვლელი. მაშინვე როგორც კი დავიწყე მცენარეული ჩაების დალევა, რაღაცისგან თავისუფლებოდი და ფიზიკური ჯანმრთელობა გამიუმჯობესდა. დღეში ყოველი შესვლისას ახალ მცენარეს ვპოულობ. ვამოწმებ თესლებს, ვსინჯავ და ვცდილობ გავიგო. ეს თვითშესწავლის პროცესი იყო. ვიღაცებმა მომცეს ზოგადი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყავი ტყეში მცენარეებთან. მითხრეს, შენ თავად იპოვი შენს მცენარეებს. ერთმა ადამიანმა კი მირჩია, რომ ამბროზია დამელია დიდი რაოდენობით, რათა მისი სიმწარე მეგრძნო. და როდესაც ამ სიმწარეს შეგნებულად აწვდი შენს სხეულს, რაღაცები გახსნას იწყებს. მიხვდები, რომ ის არ ხარ, ვინც გეგონა რომ იყავ. ჰიმალაი ჩემთვის პანდორას ყუთივითაა. სოფლიოში ყვავილოვანი მრავალფეროვნების უმაღლესი დონე. მე მას მცენარეულობის სათამაშო მოედანს ვუწოდებ. რადგან თითქმის ყველა მცენარეთა ოჯახია წარმოდგენილი სხვადასხვა სიმაღლეებზე. კლიმატი აქ ყოველ 5 კილომეტრში იცვლება. მცენარეთა სპექტრი უსაზღვროა. ყველაფრის პოვნა შეიძლება. დღე გვაძლევს ყველაფერს, რაც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე მისგან შთამბონებული ვარ. აქ ცხოვრების პირველ თვეში ბაღიდან ყველა განსხვავებული ფორმის ფოთოლი შევაგროვე. მინდოდა გამეკეთებინა კომპოზიცია, სურათი, რაც აჩვენებდა რა იყო ხელმისაწვდომი ჩემს ირგვლივ. ხანდახან თვალისთვის ყველაფერი უბრალოდ მწვანე ბალახია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ შეეხო და გამონახო დრო რათა დაამყარო კავშირი. რაღაცნაირად დღეს ადამიანისთვის მხოლოდ საკუთარი თავია მნიშვნელოვანი. ეგოს კულტი თვალშისაცემია.
ამიტომ ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ადამიანს ამაღლებს. თითქოს სხვა განზომილებაში გადახავს. ზამთარი ალბათ შენც აქ უნდა იყო თოვლის დროს. ადამიანებმა აქ ზამთრობით უნდა იცხოვრონ. ამ დროს გააცნობიერებთ ამ ადგილის ავთენტურ ვიბრაციას. თეთრი სუფთა საფარით ხდება გარშემო. ადგილი უცხო ჩანს, მაგრამ ის უდაოდ ყველაზე ლამაზია. თუმცა ამის დასამსახურებლად მთელი წელი უნდა იმუშაო. ამ პროცესის გარეშე შენი სხეული ვერ გრძნობს მთლიანობას. ზამთარი ზოგადად სიკვდილის მდგომარეობა, ყველაფრის დასასრული. ამ დროს აბსოლუტურად განსხვავებულად ცხოვრობთ. თითქმის 90% დუმილში ვართ. ეს არის პერიოდი თვითჩაღრმავების. აკეთებ მხოლოდ აუცილებელს. აწარმოებ წარსულის ფილტრაციას, გეგმავ მომავალს. ამ დროს დედამიწასთან ხარ ძალიან ძლიერად დაკავშირებული. ფიქრობ, ამ გამოცდილების გარეშე არ შეგვიძლია შევიგრძნოთ სრულყოფილება. ჩვენი სახლი არ არის ჰერმეტულად ჩაკეტილი. კედელსა და სახურავს შორის სივრცეა, ჰაერი თავისუფლად მოძრაობს. ეს ექსტრემალური მდგომარეობა, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს ზამთარში უჭირთ. თან ეს მაღალმთიანი სოფელია და სოფლის ყველაზე მაღალი წერტილი. წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, რა თქმა უნდა, გამოწვევებით სავსეა, მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს. ზამთარი ასე უბრალოდ არ მოდის. ის ნელა თანდათანობით იშლება. ხوارისა და მზის ციკლების მიხედვით. დღე ნელ-ნელა მცირდება. ტემპერატურა ეცემა. უნება გვამზადებს და როცა ნამდვილი ზამთარი მოვა, ჩვენ არ ვანთებთ ხუმელს მთელი დღე. მხოლოდ დილით, 3 საათით და მორჩა. მთელი დღე თბილ ტანსაცმელში ვართ გახვეულები. ტკბებით საკუთარი სითბოთი. ვარჯიშობთ. ვაკვირდებით, როგორ მუშაობს ჩვენი სხეული. ეს ძალიან საინტერესო დროა. რა არის თქვენი გზავნილი კაცობრიობისთვის? დღის ბოლოს მასაჟი გავუკეთეთ ერთმანეთს. დიახ, გზავნილი ასეთია. რაც შეგიძლია შეეხე ადამიანებს და სცადე შეიგრძნო ის კავშირი, რომელიც უბრალოდ თვალებშია, ან სადღაც თავს ზემოთ. არცაც სხვაგან. აი ესეც მასაჟია, ხო? და უნდა ვიყოთ თამაშის ხასიათზე. ბუნება ამას გვაჩვენებს. ცხოველებში, ფრინველებში, მწერებში. ეს თამაშია, საიდანაც ყოველდღიურად ენერგიას ვიღებთ. როცა საზოგადოებაში იერარქია ჩნდება, ეს ანგრევს მთელ სტრუქტურას. რადგან ყველა ერთნაირი ვიბრაციის ატომი უნდა იყოს, რომ სტრუქტურა სტაბილური გახდეს. ჩვენი ოცნებაა შევქმნათ ინფრასტრუქტურა, მაგრამ პირველ რიგში გსურს ადამიანებს გავაცნოთ მდგრადობის იდეა. ამ იდეას ეწოდება ROSE, R-O-S-E, სოფლური, ორგანული, მდგრადი და ეკოლოგიური. ეს ექსპერიმენტი რაღაცას გვასწავლის. ჩვენ ჯერ კიდევ უცნობ სივრცეში ვართ. ერთხელ, როდესაც 22 წლის ვიყავი თბილისში, სოლოლაკში, მიტოვებული ბინის პირველ სართულზე, ნანგავში ვიპოვე წიგნი, აგნი იოგა.
ეს 4-ნაწილიანი კრებულია. მაშინ უბრალოდ გავხსენი წიგნი და წავიკითხე ერთი წინადადება. და თითქოს ჩემი ფიქრები დავინახე ფურცელზე, რასაც ყოველთვის გრძნობდი, მაგრამ ვერ ვამბობდი. ვიღაცას უკვე დაწერილი ჰქონდა. ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა იყო, თვალსაზრისის ცვლილებების წერტილი. მიხვდი, რომ არსებობს რაღაც ხმა, რომელიც ერთსა და იმავეს ეუბნება ყველა ადამიანს. ეს ფიქრები არ გაძლევენ განსაკუთრებულობას, არც რაიმე მეტს. ისინი უბრალოდ გაქცევენ გლობალური, კოლექტიური არაცნობიერის ნაწილად. ეს ძალა, ეს ცოცხალი არსება, მაშინ დავინახე პირველი კავშირი, თუ როგორ ქმნიან ფიქრები რეალობას. მივხვდი, რამხელა თავისუფლება და პოტენციალი შემეძლო მეჩვენებინა ადამიანებისთვის და თავადაც გამხდარიყავი ამ ძალის ნაწილი. აგნი ზოგადად არის წარსულის მეცნიერება, მომავლის მეცნიერება, ცეცხლი ჩვენი ხელოვნება. ეს არის ის, რაც გვაქცევს ადამიანებად. საკუთარ თავს უნდა მისცე დრო, რომ აღიქვა ეს ელემენტი. რაღაც ისწავლო მისგან. გაიგო, როგორ არ უნდა დააზიანო ცეცხლი შენი ყოფნით და მოქმედებით. აგნი იოგა ძალიან ლამაზი მეცნიერებაა. ეს არის სწავლება იმისთვის, რომ ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავის ფრაგმენტები და გახდეს ერთიანი სტრუქტურა. ჰარმონიაში მყოფი გონება, სხეული და სული. ახლა კი შეგვიძლია ვახშამს შევუდგეთ. ისია მომენტი.